ათონელის საპრეზიდენტო სასახლე ყურადღების ცენტრშია, სწორედ ამ წუთებში მოდიან პოლიტიკური ლიდერები, ამ წუთებში განცხადებას აკეთებს მამუკა ხაზარაძე, რომელიც რამდენიმე წამში უკვე პრეზიდენტთან შეხვედრაზე იქნება და ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ რა აქვს მას სათქმელი. ბატონო მამუკა, რა სათქმელით მოდიხართ დღეს პრეზიდენტთან და რა ელოდებით დღევანდელი შეხვედრიდან? სათქმელი იგივეა და პოზიცია არის იგივე. ქვეყანაში მყავს ჩვენი ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფალი, ეს არის საქართველოს პრეზიდენტი. და მოთხოვნა არის იგივე, ეს არის ახალი არჩევნების დანიშვნა და სასწრაფოდ ყველა დაპატიმრებული პოლიტპატიმრის გამოშვება, ნაწამები ადამიანების გამოშვება, იმიტომ რომ თქვენ იცით რომ უკვე მიმდინარეობს საერთაშორისო გამოძიება და ის ფაქტი რომ ჩვენი ესე ვთქვათ მომიტინგეები არიან ნაწამები, არა თუ უბრალოდ დაპატიმრებული და ესე ვთქვათ დასახიჩრებული ნაწამები არიან. ეს უკვე საერთაშორისო დონეზე არის დამტკიცებული, ამიტომ სასწრაფოდ მოუწოდებთ ყველას, ვისაც ესე ვთქვათ ხელეწიფება ამ არალეგიტიმურ მთავრობას, რომ სასწრაფოდ გამოუშვან ჩვენი ახალგაზრდები გარეთ. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ეს არის კიდევ ერთი შეხვედრა იმისათვის, რომ ძალიან მშვიდად და წყნარად მივახციოთ საზოგადოებასთან ერთად საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, რომელიც ხარს უჭერს ამ პროტესტს და არ აღიარებს საქართველოსში ჩატარებულ მოპარულ არჩევნებს, რომელიც მოიპარა რუსულმა ხელისუფლებამ და იმ ხალხთან ერთად, ვინც დღეს აპროტესტებს ტყუილს ამ ქვეყანაში, სპეცოპერაციას, რუსულ სპეცოპერაციას, სწორედ აი ეს შეხვედრები ემსახურება იმას, რომ ჩვენ ძალიან მშვიდად და წყნარად მივახციოთ ახალ არჩევნებს საქართველოში. მამუკა ხაზარაძეს უსმენთ პირდაპირ ეთერში, გიორგი გახარიას გუნდის წევრი დიმიტრი იცქიტიშვილი არის ახლა ჩვენთან ერთად მედიის კითხვებს უპასუხებს. ბატონო დიმიტრი, იქნება საბჭო, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, საბჭო რომელმაც უნდა მიიყვანოს არჩევნებამდე. ვიხარით ამ საბჭოსთან დაკავშირებით და დოკუმენტებს, რომელზეც შეიმუშავეთ თქვენი ხედვით. ხო, გოდის მარტო ამ თემაზე, იმიტომ რომ მელოდებიან და უხერხული. ხო, რეალურად. კიდევ ერთხელ, დღევანდელი შეხვედრა და ზოგადად ეს პროცესი უკავშირდება იმას და რაშიც პრინციპში მე ვფიქრობ არანაირი განსხვავება ჩვენ შორის არ არის მოსაზრებებში, ეს არის კიდევ ერთხელ ეს არის დაპატიმრებული ადამიანების განთავისუფლება და განთავისუფლება უპირობოდ, მათ შორის იმ სისხლის სამართლის დევნაში კი უნდა შეწყდეს, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში უბრალოდ გამოშვება არ არის საკმარისი და მეორე, ჩვენ უნდა მივახციოთ, ეს იქნება ნება და თქვა გამოხატული ნება ქართული ოცნების თუ მოვა კონსულტაციაზე თუ ეს იქნება მათი იძულება რაღაც პერიოდის მერე, ჩვენ უნდა უზრუნველყოთ ის, რომ არჩევნები ჩატარდეს, ეს არჩევნები უნდა იყოს აკმაყოფილებდეს როგორც მინიმუმ რაღაც საბაზისო სტანდარტებს დემოკრატიულ თავისუფალი არჩევნებს. ამაზე მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რომ როგორ იყოს ეს გაფორმებული, როგორ ჩამოყალიბდეს სისტემა, რომ ასე ვთქვათ, არა მხოლოდ ქართული ოცნების ესე ვთქვათ დანიშვნა მოხდეს დანიშვნა არჩევნებს, არამედ უზრუნველყოფი იქნას იმ ინსტიტუტების განეიტრალება, რომელიც ამაში არიან ჩართულები და ახდენენ ასე ვთქვათ არჩევნების მოპარვას. ამიტომ ამ ეს როგორ მოხდება? საზოგადოებას დაახლოებით შეექმნა შთაბეჭდილება, რა ტიპის დოკუმენტზე მუშაობთ ახლა? მოდი ესე ვთქვათ, რა საკითხები შეიძლება ძალიან ბევრი იყოს, საკითხები იყოს, რომელიც არის შეიძლება მუდმივად დარჩეს ღია და იმიტომ რომ ეს არის პირობითი გარკვეული სიტუაციისთვის და მდგომარეობისთვის, მაგრამ თავარი აქ არის ის, რომ უნდა შევთანხმდეთ ამ რამდენიმე პრინციპით, ამ პრინციპის ქვეშ როგორ უნდა განხორციელდეს და ჩვენ ვიყოთ გზად იმისთვის, როცა დადგება ეს მომენტი, იქნება ახალი არჩევნები, ამ არჩევნებისთვის ჩვენ გქონდეს კონკრეტული ამბიჯები, რომელიც უნდა იყოს. ეს იქნება დოკუმენტი საბოლოო ჯამში ბოლოს. მოდი, დოკუმენტი რო საბოლოო ჯამში როგორ ფორმას მიიღებს, ეს იქნება უკვე მერე ცხადი, მაგრამ ამ ეტაპზე ეს არ არის, დღეს არ არის და ხვალ ეს დოკუმენტი, ეს არის სამუშაო პროცესი, სადაც ჩვენ გარკვეულ საკითხებზე უნდა შევთანხმდეთ. გუში მე თქვენთან ერთად უსმინე, როგორც თქვენ ისე უსმინეთ პრეზიდენტის ბოდიში. მე თქვენსავე ტელევიზიით უსმინე პრეზიდენტის გამოსვლა, დღეს გვექნება უფრო მეტი ინფორმაცია საბჭო რას გულისხმობს, თუმცა მე წარმომიდგენია, რომ საბჭო არის ის, სადაც ამდენი ხანია პრაქტიკულად ჩვენ მუშაობთ, თუ არ ჩართულები, სამოქალაქო სექტორები, პოლიტიკური პარტიები და გარკვეული კოორდინაციის მექანიზმი იმ საკითხებზე, რომელიც უკავშირდება საქართველოს დემოკრატიულ, ასე ვთქვათ, კალაპოტში დაბრუნებას და ახალი არჩევნების დანიშვნას. ამაზე იქნება სწავლობა. უსმენთ გიორგი გახარიას გუნდის წევრს დიმიტრი იცქიტიშვილს, მე დავით ვთხოვ, რომ გადმომყვეს ამ წუთებში იკრიბებიან პოლიტიკური ლიდერები.
ხატია დეკანოიძე მოდის ახლა შემოდის ათონელის სასახლეში. ქალბატონო ხატია, ჩაგწერთ, გითხარით თქვენი პოზიცია დღევანდელ ჯერ რამდენიმე ადამიანი შევიდა და ამიტომ რამდენიმე ადამიანი შევიდა და არ იქნება დაგვიანებული თქვენი მოსვლა, ამიტომ მოვისმენთ თქვენს პოზიციასაც. დავდგეთ სტატივზე, რომ უკეთესი კადრი გქონდეს. მეგობრებო, მაგვიანდება ძალიან. ქალბატონო ხატია, ჩვენ მოვუსმინეთ სალომე ზურაბიშვილს, მათ თქვა რომ 29-მდე ის მზად არის შეხვდეს ბიძინა ივანიშვილს, ასევე გაფართოებულ ფორმატში შესთავაზდა და თქვა რომ ახალი დოკუმენტი მუშავდება, რაც გვექვით ამ დოკუმენტზე და როგორ წარმოგიდგენიათ პროცესები, როგორ უნდა გახდეს? არ ვიცი, ინდივიდუალურად ეხა შეტყობინება მივიღე ადმინისტრაციისგან, მოვისმენ, ვერ გეტყვით. პოლიტიკური პროცესის წარმართვა რო ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ფაქტია, იმიტომ რომ ის მიღწევა, რა მიღწევების ჩვენ დღეს გვაქვს, ეს არის არალეგიტიმურობა საქართველოში გამეფებული რეჟიმის ის მიღწევა, რაც არის საერთაშორისო საზოგადოებაში, რაც გულისხმობს იმას, რომ პრაქტიკულად არც ერთი ქვეყანა არ აღიარებს ამ რეჟიმის ლეგიტიმაციას, სანქციები, ეს არის ყველაფერი ქართველი ხალხის პროტესტის, ახალგაზრდების დამსახურება და ჩვენი მოთხოვნა ისევე როგორც ყველას მოთხოვნა ვინც დგას პროტესტზე, ემთხვევა ნამდვილად პრეზიდენტის პოზიციას, ეს არის ახალი არჩევნები და ეს არის პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება. რაც შეეხება ახლა დიალოგს, მე პოზიტიური მოლოდინი ნამდვილად არ მაქვს რო გითხრათ, მაგრამ პოლიტიკური პროცესი აუცილებელია და შეთანხმება იმაზე თუ როგორ უნდა წარიმართოს არჩევნები არის აუცილებელი. ამაზე მე ჩემი პირადი რაღაც პოზიციები მაქვს. არ ვიცი, მოვისმენ, ესეთ შემთხვევაში პირველად ვარ ახლა ესეთ შეხვედრაზე. ხატია, თქვენი პირადი პოზიციები როგორია? აი, თქვენ რა შეხედავთ გამოსავალს, იქ დოკუმენტია, იქ საბჭოზეა საუბარი, თქვენი აზრით რა შეიძლება იყოს ეფექტური? ნახავთ, არ ვიცი მე რა ფორმაციას გულისხმობს ეს საბჭო, გუწფელად რომ გითხრათ, მაგრამ პოლიტიკური პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ფორმაცია არ ვიცი საბჭოსი, ფაქტია რომ შეთანხმება და ფორმები ახალ არჩევნებზე, რომელიც არის გარდაუვალი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად არის აუცილებელი და გარდა ამისა, ახლა მე ჩემ პირად პოზიციას გეტყვით, რომ იმისთვის, რომ ჩატარდეს ნორმალური, სამართლიანი არჩევნები, იმისთვის, რომ ქართული ხალხის ნება იყოს გამოხატული, ეს რეჟიმი უნდა დაემხოს და რეჟიმისგან თავისუფალი უნდა იყოს პრაქტიკულად ყველა ინსტიტუცია. სხვათა შორის გუშინ იგივე თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, რომ რა თქმა უნდა ხა რაღაცა დიალოგის დიდი იმედი ნამდვილად არავის არ აქვს, იმიტომ რეჟიმი საბოლოოდ ყველა ზღვარს გადავიდა. მაგრამ ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, რომ რეჟიმის ჩამოშლა, ის რასაც ჩვენ ახლა უყურებთ და პირველი დიდი აგური რაც არის რეჟიმის ჩამოშლის, ეს არის ნამდვილად არალეგიტიმურობა მათი, როგორც ჩანს, რომ აწუხებს ძალიან ბიძინა ივანიშვილს. ამიტომ ნახოთ, მე მოვისმენ ყველას პოზიციებს და რა თქმა უნდა, ამის შემდეგ იქნება ძალიან კონკრეტული. ხატია დეკანოიძეს უსმენდით, ნიკა გვარამია მოვიდა, ეს უთია საშტაბიუროსთან გადის შესაბამის პროცედურას. ბატონო ნიკა, ვიდრე ხვალთ მოვისმენთ თქვენს პოზიციასაც, სალომე ზურაბიშვილს მოვუსმინეთ ჩვენ და დღეს ყველას განსაკუთრებული მოლოდინი ქონდა ამ შეხვედრის. ჟურნალისტები ერთად გელოდებით და აქეთ რომ გადმოინაცვლოთ, ბატონო ნიკა, თქვენს პოზიციასაც მოვისმენთ. ყველა პოლიტიკური ძალის ლიდერი შეიძლება ითქვას, რომ უკვე აქ იმყოფება ათონელის საპრეზიდენტო სასახლეში, თუმცა ეს მხოლოდ პოლიტიკოსებთან არ იქნება შეხვედრა, იქნება საზოგადოება. ბატონო ნიკა, პირდაპირ ეთერში ვართ, გელოდებით რამდენიმე წუთით თქვენს პოზიციასაც მოვისმენთ, საზოგადოების მაღალი ინტერესი არსებობს, მედიისაც ბუნებრივია. ბატონო ნიკა, რას შეიმუშავეთ? ოდნავ წინ რომ მოიწიოთ თუ შეგიძლიათ, რას გვეყვით ამ დოკუმენტზე, რომელიც შემოვიდა? თქვენი პარტია რეალობის სამყარო ვის მოიაზრებს ბატონო ნიკა, რომელსაც ისაუბრა პრეზიდენტმა? კარგი. გასაგებია. თქვენზე კი ბატონო, თქვენთვის პასუხით დავიწყებ ტელეკომპანია იმედი. ხო სწორია, პარალელურია. წესით არის ყოველთვის ყველას პასუხობ. პარალელური რეალობის შექმნა არის საკონსტიტუციო გადატრიალების მოწყობა და ხელისუფლების მითვისება, რაც ქართულმა ოცნებამ გააკეთა, მათ შორის მისი პროპაგანდისტული ტელევიზიების მეშვეობით. ეს არის პარალელური რეალობა და
უბრალოდ არ შეიძლება რომ იმედი ვინმეს, მე კი არა, ვინმეს პირდაპირ ეთერში ვარ და შეხვედრა გვაინტერესებს პრეზიდენტთან იმედი ტელეკომპანია იმედის პარალელური რეალობის შექმნაზე არ უნდა საუბრობდეს, ჩემი აზრით თუ გაინტერესებთ, მაგრამ ზოგადად გადაწყვეტილებები იმასთან დაკავშირებით, როგორი უნდა იყოს არჩევნები, რა პროცედურებით ჩატარდეს, გაცილებით მარტივი მისაღწევია, ვიდრე გადაწყვეტილება არჩევნები როდის და როგორ იქნება ჩატარებული, ეს რთული საკითხია და ჩვენ გვჭირდება მკაფიო გადაწყვეტილებები ამ მხრივ, განცხადებები, ბუნდოვანება ნებისმიერი სახის ამ მიმართულებით გადაწყვეტილებად ვერ ჩაითვლება. და ასევე წერილობით განცხადებაში, რომელიც გავრცელეთ, თქვენ თქვით, რომ პოლიტიკურმა აქტორებმა პოლიტიკურ პროცესებში საკუთარი როლი უნდა დაიბრუნონ. ეს ვის მიემართება და მეტი გითხარით რას გულისხმობთ და თქვენთვის თუ ვინმეს რამე მიემართება, სახალხო პროტესტის მიმართულებით სალაპარაკო არ აქვს არავის არაფერი. დღეს რო პოლიტიკოსებზე ლაპარაკობენ, ეს სამართლიანია იქიდან გამომდინარე თუ რა ჩანს. პოლიტიკოსები ბევრი საქმით არიან დაკავებული და ყველაფერი არ ჩანს. სამაგეროდ შედეგებს ვხედავთ. მათ შორის სანქციების, მათ შორის არაღიარების და ასე შემდეგ სახით. თუმცა კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ საბაზისო მნიშვნელობა ყველა გადაწყვეტილებისთვის, რაც არსებობს და იქნება კიდევ მიღებული, არის სახალხო პროტესტი. იმიტომ რომ ძალაუფლება არის ხალხის და მას ეს ძალაუფლება უნდა დაუბრუნდეს და ხალხი იბრუნებს ამ ძალაუფლებას. რაც შეეხება პოლიტიკოსებს, პოლიტიკოსებმა უნდა მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილებები აუცილებლად და ეს არ ნიშნავს იმას, რომ სახალხო პროტესტზე დგომა ჩვენი როგორც მოქალაქეების არის საკმარისი, ან ამის მხარდაჭერა არის საკმარისი. მე ვერ გეტყვით დღეს ნახავთ თუ არა კონკრეტულ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ჩვენ ამ წუთში ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური პარტიები არ ვიღებთ. ამ წუთში გადაწყვეტილების მიღები არის საქართველოს პრეზიდენტი, მე მის მაგივრად ვერ გიპასუხებ. ჩემთვის არის ერთი რამე ნათელი, ძალიან მარტივად რომ ვთქვა, ჩემი პირადი პოზიცია, პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნები. წერტილი, მე სხვა სამართლებრივ ერთი წუთი თუ შეიძლება დავასრულებ, მე სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ და ვხედავ ქართული ოცნების რეაქციას ამაზე, რომელიც ამის გამო აცხადებს, რომ ყველას დაიჭერს. ქართული ოცნები თუ არ დამოსულებინებთ, ვერ ვიზავთ. ქართული ოცნების რეაქციები ცხადყოფს რეალურად მათ რისი ეშინიათ. ამიტომაც ინდიკატორი არის ნათელი. ეს არის სწორი და შესაძლოა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. მადლობა, თქვენ მოусმინეთ ნიკა გვარამიას დათხოვნა პარლამენტის და ახალი არჩევნების ჩანიშვნა. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად ანერვიულებს ქართულ ოცნებას და ამის გამო მოვისმინეთ მუქარად სალომე ზურაბიშვილის მისამართით, რომ ქართულ ოცნებას შეეძლო მისი დაკავება. ირაკლი კობახიძემ კვირას საგანგებოდ ბრიფინგის სწორედ ამის სათქმელად ჩანიშნა. თქვენ ახლა მოусმინეთ პოლიტიკურ ლიდერებს, თუმცა პოლიტიკური ლიდერები არ არიან მხოლოდ სალომე ზურაბიშვილთან მოსული შეხვედრაზე. აქ მოდიან სხვადასხვა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები, მოდიან ადამიანები, რომლებიც ქუჩაში დგანან და ითხოვენ ქვეყნის ევროპულ მომავალს. ჯგუფი დაიტოვეს წევრები, ვნახეთ ჩვენ აქ, ვნახეთ ქართული ოცნების ყოფილი წევრები, რომლებმაც რამდენიმე წელია დატოვეს ქართული ოცნების რიგები. გაფართოებული შეხვედრა დაიწყება სულ ცოტა ხანში ათონელის საპრეზიდენტო სასახლეში. დღეს სალომე ზურაბიშვილი გააკეთებს თუ არა რამე განცხადებას ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ, ეს ჩვენთვის უცნობია, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ სალომე ზურაბიშვილმა გაასაჯაროოს ის დოკუმენტი, რომელთან დაკავშირებითაც მსჯელობა ოპოზიციურ სპექტრში რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობს. გუშინაც ადმინისტრაციის თანამშრომელთან ერთად გაიმართა შეხვედრა, ასევე დღეს არასამთავრობო სექტორს შეხვდნენ პოლიტიკოსები, შეჯერდნენ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. ახალი არჩევნები არის ერთადერთი რა თემაზეც ქართულ ოცნებასთან მზად არის პროდასავლური ოპოზიცია. ისაუბროს არჩევნების თარიღი უნდა განისაზღვროს, ეს თქვა სალომე ზურაბიშვილმა. შესაბამისად მნიშვნელოვანი არის ახლა დოკუმენტიც და ის საბჭოც, რომელიც დაანონსებულია, იქნება ახალი საბჭო, რომელმაც ახალ არჩევნებამდე უნდა მიიყვანოს ქვეყანა და უნდა ჩატარდეს არჩევნები, რომელიც ხალხის ნებას გამოხატავს. ჩვენ ბუნებრივია ვრჩებით ათონელის საპრეზიდენტო სასახლეში, მოვლენების განვითარების შესაბამისად ისევ დაგიბრუნდებით, აქ გრძელდება სტუმრების მოსვლა. სალომე ზურაბიშვილი დღეს ბევრ ადამიანს უმასპინძლებს და არ არის გამორიცხული, რომ ამ შეხვედრის შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გააკეთოს პრეზიდენტმა ევროპული მომავლის დარაჯებთან ერთად.